working on in terms of the overall cybersecurity. From there, we proceeded in February of the tabletop exercise to help validate our strategy and Colonel Lekis. და ჰიბრიდული ომის ფარგლებში ჩვენი სწავლების განმავლობაში. Necessary authorities who would be taking action. During phase 3, which was the road to war, ამერიკელ პარტნიორებთან ერთად და მათი მხარდაჭერით ჩავატარეთ კიბერუსაფრთხოების სტრატეგიული დონის სწავლება თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომადგენლებისათვის. ეს სწავლებები არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან გამოცდილება გვაჩვენებს, რაოდენ საჭირო არის ერთობლივი ძალისხმევა იმ გამოწვევების, იმ რთული გამოწვევების გასამკვლელებლად, რასაც ჩვენ გვთავაზობს თანამედროვე ციფრული ეპოქა და ბუნებრივია ჩვენ გავაგრძელებთ ინტენსიურად ესეთ სწავლებებს, ვინაიდან სწორედ ასეთ შემთხვევაში იქნება უფრო მეტად დაცული ჩვენი სახელმწიფო და ასევე ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოების უსაფრთხოება. დღეს დასრულდა კიბერუსაფრთხოების სწავლება Cross Shield-ი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ როგორც თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები, ასევე თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის და SIP-ების წარმომადგენლები. სწავლება განხორციელდა ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით და სწავლების მთავარი ამოცანა და მიზანი იყო ის, რომ ქვეყნის და პირველ რიგში თავდაცვის სამინისტროს მასშტაბით მომხდარიყო იმ სტანდარტული ოპერატიული პროცედურების დახვეწა, რომელიც გულისხმობს კიბერკრიზისებზე რეაგირებას. A few months ago, the U.S. military was here doing exercises Agile Spirit 2025. And that demonstrated our ability to operate together with the Georgian forces in air, land, and sea. And this exercise is just as important because it shows our ability to be able to operate in the cyber domain together. And as we know, all networks are connected, and therefore it's important for both networks to be secure and defended. And exercises like these help make both the United States and Georgia secure, safer, and more prosperous.